კუბელი დიქტატორი გადიждდა, რადგან ტრამპმა ამერიკული ძალა კარიბის ზღვის რეგიონში განათავსა ჰავანასთვის ყველაზე ცუდ დროს. ამ ორშაბათს 2026 წლის 1 ივნისს მიგელ დიას კანელი და ძველი კასტრო სტრუქტურა უყურებენ რეგიონს და ხედავენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის სარდლობას, სადაც 1300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი მეზღვაური და სამხედრო მზადყოფნაშია ოპერაცია Southern Spear-ის ფარგლებში. ეს გადაადგილება იზოლირებული არ არის. რას ამზადებს ტრამპი? რატომ შევიდა ჰავანა განგაში? როგორც ცვლის ეს ალყა მთლიანად თამაშის წესებს? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. სამხრეთის სარდლობამ დაადასტურა, რომ 24 მეექსპედიციური საზღვაო ქვეითთა დანაყოფმა აიღო საკუთარ თავზე სანაპირო საბრძოლო ძალის ფუნქცია. ამერიკის პასუხისმგებლობის ზონაში ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონში. ჯგუფი შემოდის როგორც დაუყოვნებელი კრიზისული ძალა, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს საელჩოები, გადაარჩინოს პერსონალი საგანგებო სიტუაციებში, მხარი დაუჭიროს ჰუმანიტარულ ოპერაციებს, ჩაერთოს საზღვაო შეჩერების მოქმედებებში და დაუპირისპირდეს უკანონო ქსელებს. ოფიციალურ ენაზე ეს არის რეგიონული მზადყოფნა. პოლიტიკური კუთხით ეს არის პირდაპირი გაფრთხილება იმ რეჟიმებისა და სტრუქტურებისთვის, რომლებიც შეეჩვივნენ ვაშინგტონის გამოწვევას ფასის გადახდის გარეშე. ამ სტრუქტურის ნაწილი შეიძლება მოქმედებდეს ხმელეთზე, ქვეითი და უსაფრთხოების დანაყოფებით. სხვა ნაწილი მუშაობს ავიაციაში, კომუნიკაციაში, ტრანსპორტში, დაზვერვასა და სწრაფგადაადგილებაში. და კიდევ ერთი მხარს უჭერს მისიას ლოგისტიკით, ტექნიკური მომსახურებით, მომარაგებით და საზღვაო მხარდაჭერით. რაც მოხდა, ეს იყო მზადყოფნის ცვლილება რეგიონალურ თეატრში, სადაც ამ ნაწილმა აიღო კრიზისებზე სწრაფი რეაგირების ძალის როლი. მუშაობის პრინციპი მარტივია. ძალა მზად არის უპასუხოს, მანამ სანამ კრიზისი კონტროლიდან გამოვა. იქნება ეს ზღვაზე, ხმელეთზე თუ ჰაერში, ნელი მობილიზაციის გარეშე. დონალდ ტრამპს სურს მკაფიოდ აჩვენოს, რომ დასავლეთ ნახევარსფერო არ გადაეცემა დიქტატურებს, ნარკოტრაფიკს, მიგრაციის ზეწოლას, ჩინეთისა და რუსეთის გავლენას, ან ქსელებს, რომლებიც ამერიკის ინტერესებს ემუქრებიან. კუბის რეჟიმისთვის ეს მესიჯი მძიმეა. შეერთებულმა შტატებმა რეგიონის კართან განათავსა მოქნილი, მოძრავი და მზადყოფნაში მყოფი ძალა იმ დროს, როცა ჰავანა ელექტროენერგიის გიის გათიშვებს, სათვავის დეფიციტს, შიდა კრიზისს და დიპლომატიურ ზეწოლას აწყდება. არ არის საჭირო ომის გამოცხადება, რომ ძლიერს შიში მოჰგვარო. საკმარისია აჩვენო, რომ ახლა არსებობს გაწვრთნილი ჯარი, განლაგებული გემი, გააქტიურებული სარდლობა და მზადყოფნაში მყოფი პასუხი. 1300 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი ძალა, რომელიც ახლა კუბასთან ახლოსაა, იმ ძალას ანაცვლებს, რომელიც კარიბის ზღვის რეგიონში მაშინ იყო, როცა მადურო დაეცა. ეს კიდევ უფრო აძლიერებს გზავნილს ჰავანასთვის. ტრამპმა იგივე ზეწოლის წერტილი აქტიურად დატოვა, სამხედრო ნაწილი შეცვალა, მზადყოფნა განაახლა და რეგიონში ახალი ამერიკული ძალა დატოვა მზადყოფნაში. ოპერაციის შემდეგ, რომელმაც უკვე აჩვენა, რომ ვაშინგტონს შეუძლია სწრაფად იმოქმედოს, როცა გადაწყვეტს წრე შემოარტყას და დიქტატორი დაამხოს. ჰავანა ამ მოძრაობას მუქარად აღიქვამს, რადგან კუნძული შიგნიდან სუსტია. მოსახლეობა კოლაფს საკუთარ სახლში, ტრანსპორტში, წყალში, საავადმყოფოებსა და მცირე ბიზნესებში გრძნობს. რეჟიმი ბრალს აშეშეშუძდებს, მაგრამ დაღლა მოდის 10 წლეულების განმავლობაში კონტროლირებული ეკონომიკის, გარე დამოკიდებულებისა და ძალაუფლების, კომუნისტური ელიტის კონცენტრირების შედეგად. ტრამპმა ზუსტად იმ ადგილას დააჭირა, სადაც რეჟიმი ყველაზე სუსტია. თეთრმა სახმა ნათლად განაცხადა, რომ ნებისმიერი შვება დამოკიდებულია რეალურ ცვლილებაზე ჰავანაში. ან რეჟიმი გახსნის სივრცეს, ან გააგრძელებს ჩაძირვას საკუთარი ხალხის თვალწინ. 1000-დან 1300-მდე სამხედრო მოსამსახურის ყოფნა კარიბის ზღვის რეგიონში ცვლის გათვლებს ჯერ კიდევ ნებისმიერი ოპერაციის დაწყებამდე. ის იცავს ამერიკის ინტერესებს, საელჩოებს, შეერთებული შტატების პერსონალს, საზღვაო მარშრუტებს და გუანტანამოს ბაზას. ეს ასევე აჩვენებს ჩინეთს, რუსეთს და ჰავანის მოკავშირეებს, რომ დასავლეთ ნახევარსფერო ცარიელი არ არის. კუბა ყოველთვის ცდილობდა გადარჩენას გარემფარველების დახმარებით. ჩომენ საბჭოთა კავშირზე იყო მიბმული, შემდეგ კი ვენესუელის ნავთობზე იყო დამოკიდებული. ეხლა ცდილობს ბალანსის დაცვას მოსკოვს, პეკინსა და ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს შორის. მიგელ დიას კანელი ცდილობს სუვერენიტეტის შესახებ სიტყვით უპასუხოს. კუბის ხელისუფლება სამხედრო აგრესიის რისკზე საუბრობს და ვაშინგტონს ბრალსდებს, რომ ის საბაბებს ქმნის. მაგრამ სახელმწიფო ტელევიზია სინათლეს არ ანთებს, ავტობუსებს საწვავით არ ამარაგებს და თაროებს არ ავსებს. გუანტანამოს ამერიკულმა ბაზამ ამ თამაშში მეტი მნიშვნელობა შეიძინა. გენერალი ფრენსის დონოვანი, სამხრეთის სარდლობის ხელმძღვანელი, რეგიონში იმყოფებოდა და გუანტანამოს საზღვაო ბაზის პერიმეტრთან ახლოს კუბის სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
ოფიციალური თემა იყო ოპერაციული უსაფრთხოება, ძალის დაცვა და მხარეებს შორის კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა, ეს შეხვედრა პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს. სამხრეთის სარდლობის ხელმძღვანელი მივიდა რეჟიმის კართან, დაათვალიერა ტერიტორია და სამხედრო არხი გახსნილი დატოვა იმავე პერიოდში, როცა ვაშინგტონი ზეწოლას ზრდიდა. ჰავანასთვის ეს სუფთა დისკომფორტია. მარკო რუბიომ გააძლიერა ეს ხაზი, როცა პირდაპირ კუბის ხალხს მიმართა და მოსახლეობა რეჟიმის აპარატისგან გამოყო. $100 მილიონი ჰუმანიტარული დახმარების წინადადებამ, რომელიც მოიცავდა საკვებს, მედიკამენტებს და მხარდაჭერას, ჰავანას პოლიტიკური კონტროლის მიღმა გზებით დიქტატურის მტკივნეულ წერტილს შეეხო. რეჟიმს დახმარება სურს, მაგრამ სურს აკონტროლოს შესვლა, განაწილება და ნარატივი. ტრამპმა და რუბიომ დააყენეს პირობა, რომელიც ფარსს შლის. დახმარება ხალხამდე უნდა მივიდეს. არ უნდა გახდეს კომუნისტური პარტიის პროპაგანდის იარაღი. სწორედ აქ ჩნდება ჰავანის ისტერიკა. რეჟიმი აშშ-ს ზეწოლაში ადანაშაულებს, მაგრამ ბრაზდება, როცა ვაშინგტონი ცდილობს დახმარება სახელმწიფო სისტემამ არ მიითვისოს. კრიზისი აღარ არის მხოლოდ ენერგიის დეფიციტი და ხდება რეჟიმის ხასიათის გამოცდა. კარიბის რეგიონი ამ ისტორიაში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ზონად იქცევა. რეგიონი მოიცავს საერთაშორისო ტრაფიკინგს, საზღვაო მარშრუტებს, არალეგალურ იმიგრაციას, აშშ-ს მოწინააღმდეგეების გავლენას და კოლაფსის რისკს ფლორიდიდან რამდენიმე მილში. ოპერაცია Salford Spear შეიქმნა სამხედრო ზეწოლის დაზვერვისა და დასავლეთ ნახევარსფეროში უკანონო ქსელებთან ბრძოლის დასასინქრონებლად. ამიტომ საზღვაო ქვეითა ძალა დეკორაცია არ არის, ეს არის მზადყოფნის ნაწილი, რომელსაც შეუძლია კრიზისის დროს გადაადგილება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა. 24 საექსპედიციო დანაყოფის არჩევაც გზავნილს ატარებს. ეს სიმბოლური ჯარი არ არის. ეს არის ძალა, რომელიც გაწვრთნილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის, ობიექტების დასაცავად, პერსონალის დასაბრუნებლად და რთულ გარემოში მოქმედებისთვის. რეგიონში ხომალდ USS Fort Lauderdale-ის ყოფნა ამყარებს მობილობას და მხარდაჭერას. ჩვეულებრივი კუბელისთვის ეს ამბავი ანგრევს პროპაგანდას, თითქოს რეჟიმი ყველაფერს აკონტროლებს. კუბის ხელმძღვანელობისთვის ეს ხდება სამხედრო, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური საკითხი. კუბა ცდილობს მკაცრად ილაპარაკოს, მაგრამ იცის, რომ აშშ-სთან თანაბარ პირობებში არ დგას. ამიტომაც იზდებს ფსონს მსხვერპლის ნარატივზე, ინტერვენციის შიშზე და იდეოლოგიურ მობილიზაციაზე. პრობლემა ისაა, რომ კუბის ხალხი რეალობას უშუალოდ ხედავს ყოველგვარი ფილტრის გარეშე. თუ უარს იტყვის და განაგრძობს ტანჯვის პოლიტიკურ ფარად გამოყენებას, სოციალური აჯანყება სავარაუდოდ გაიზრდება. ამერიკული ძალები მზადყოფნაში უნდა დარჩნენ. სამხრეთის სარდლობამ უნდა გააძლიეროს მეთვალყურეობა. თეთრმა სახმაკი სანქციები, დიპლომატია და იურიდიული ზეწოლა ერთდროულად უნდა შეინარჩუნოს. მიგელ დიას-კანელმა შეიძლება გააგრძელოს კვირილი ტრამპის წინააღმდეგ. მაგრამ ყოველი გათიშვა, ყოველი რიგი და ყოველი იძულებითი უკან დახევა აჩვენებს, რომ ალყა უკვე მის კართან მივიდა. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ ჭეშმარიტი ინფორმაცია. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.